არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების წამების შემდგომ მურვან-ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა. არაბებმა აიღეს და დაანგრიეს ციხე-ქალაქი გოჯი, გააუდაბურეს სამეგრელო და აფხაზეთი. დაანგრიეს ქალაქი ცხუმი და ანაკოფიისკენ გაეშურნენ. ანაკოფიის ციხეში, სადაც დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, გამაგრებულნი იყვნენ აფხაზეთის მთავარი ლეონ პირველი და ქართლის ერის მთავარი მირი და მისი ძმა არჩილი. მათ მთელი გულით შესთხოვეს სასწაულმოქმედ ხატს შემწეობა. ყოვლად მოწყალე დედოფალმაც უსწრაფესად შეისმინა მათი ვედრება. წმინდა არჩილს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: წადით და შეებრძოლეთ აგარიანებს, რამე თუ მოვავლენ მათზე სასტიკ გვემას. მოუსწრავ მათ კაცითგან მიპირუტყვთამდე, ხოლო თქვენ ხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა. გათენებამდე ღმერთმა მართლაც მოულინა სარკინოზებს სამხრეთის მხურვალე ქარი, ამასთან დაერთო საშინელი დაავადება, მუცელა, რის გამოც 35,000 სარკინოზი ამოწყდა, ხოლო 3,000 מחვილით მოისრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაუმართეს არაბებს იბერიის და აფხაზეთის შეერთებულმა ძალებმა, გამარჯვება მცირე რიცხოვან ქართველებს დარჩათ. ქრისტიანთაგან იმ დღეს მხოლოდ 60 კაცი დაიღუპა. გახარებულმა ბიზანტიის კეისარმა სამეფო გვირგვინის, კიპტრა და წერილი გამოუგზავნა ძმებს. თქვენი იყოს მეფობა ქართლში და თუ ამჟამად ჩვენთან ერთად იდევნებით ჯვრის მსახურებისთვის, შემდგომში, როგორც უფალმა აღგვითქვა, მასთან ერთად ვიდიდებთ. შემუსრეთ აგარიანნი და ყოველნი მათნი ამაღლებელნი დამდაბლდებიან და ჩვენთან ერთად მადიდებელნი ამაღლდებიან. წერდა კეისარი. ბრძოლაში დაჭრილ მირს წყლულები ძლიერ დაუმძიმდა. სიკვდილის წინ იხმო არჩილი და სამეფო გადააბარა. საქართველოს ძირითად ნაწილს კვლავ არაბები ფლობდნენ. არჩილი გამეფდა და იბერიის დამოუკიდებლობა აღადგინა. ხანმოკლე დროის მანძილზე მან მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. წმინდა გვირგვინოსანი თავდაპირველად ეგრისში დაემკვიდრა. გაამაგრა ციხენი და ქალაქნი. 12 წლის შემდეგ კი გადავიდა არაბთა მიერ გავერანებულ ქართლში და დაიწყო აღმშენებლობითი მოღვაწეობა. აღადგინა და ააშენა ციხეები, ააგო წმინდა ტაძრები. სახიერი უფლის შეწევნითა და ნეტარი მეფის ღვაწლით 50 წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა საქართველოში. არაბი ხალიფები ერისთავებისგან მხოლოდ ხარკს ჯერდებოდნენ, მაგრამ ქართველების მოშენება და სარწმუნოებრივი განმტკიცება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. მათ განიზრახეს საქართველოს სრული განადგურება და ქართველი ერის სრული გამაჰმადიანება. ამ მიზნით ქართლში შემოიჭრა მუჰამედის ნათესავი, უსჯულო ასიმ ჭიჭნაუმი. ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი. შიშმა მოიცვა მთელი კახეთი და რადგანაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გააჩნდათ, დაუყოვნებლივ მიუვალ მთებში გაიხიზნენ. უფლის სიყვარულით ცეცხლებრ ანთებულმა მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და დიდი მეუფის მსგავსად თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისთვის. ეთხოვა ქვეყნისთვის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვევაში მზად იყო მოწამეობრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრისტეს ეკლესია. არჩილმა იცოდა, რაზე მიდიოდა. უმჯობეს არც სიკვდილი ჩემი ვიდრეღა დაუხრებად ქვეყანისა ამის. ბრძანა ნეტარმა დაეახლა ასიმს, რომელმაც ძალიან გაიხარა, წინ მიეგება და შესაფერისი პატივით მიიღო. ასიმი მოიხიბლა მეფის წესიერებითა და ზნეკეთილობით, უხვად დაასაჩუქრა და პატივში ამყოფებდა. უგუნურს ეგონა, რომ ასეთი პატივითა და საბოძვარის აღთქმით აცდუნებდა ქრისტეს ახოვან მხედარს. რამდენიმე დღის შემდეგ ზაკრული ალერსით შეაპარა ქრისტეს სჯულის დატოვება და სარკინოზად მიქცევა. სანაცვლოდ აღუთქვა დიდი პატივი, ამსოფლიური სიკეთე და სამშობლო ქვეყანაში ხელმწიფობა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა წმინდა გვირგვინოსანს და მტკიცედ უპასუხა: ნუ ირჯები უხსიტყვაობით ჩემსაც დუნებლად, ძლავრო, როგორ ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა. ძე დაუსაბამო მამისა და თანასწორი ყოვლად წმინდის სულისა, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცი შეისხა ყოვლად უბიცო ქალწული მარიამისაგან და ხორციელი სიკვდილი დაითმინა. დაეფლა და აღდგა ღვთაებრივი ძალით, ამაღლდა ზეცად და მასთან ერთად ამაღლდა ჩვენი ბუნება. კვლავ მოვადიდებით განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა. შენ რომ დაგიჯერო, მალე თქვენსავით სიკვდილით მოვკვდები და საუკუნო სატანჯველს მოვიპოვებ. და თუ მომკლავ მისი სახელისთვის, მეც მისებრ აღვდგები. მასთან ერთად ვიდიდები და მასთან დავიმკვიდრებ საუკუნო სასუფეველს. წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე უსჯულოს ძლიერ გაუკვირდა. სიმშვიდე რისხვით შეეცვალა და ბრძანა მისი დილეგში ჩაგდება. ბნელ დილეგში დამწყდეული გულმხურვალედ ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, რათა ღირსი გაეხადა მოწამეთა შორის დამკვიდრებისა. ამ დროს ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი,
რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას ადარნასე მეფეს შეუწყალებია, რის გამოც შურის ძიებით ალესილმა უკეთურმა მოახსენა ჭიჭნაუმს. დიდო მთავარო, განარიცი ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოს მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შთამომავალი. იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფო განძს მალავდა და ისიც ეწოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი. ეს მარა ყოველივე ასიმს მსწრაფლ გამოიხმო არჩილის აპყრობილიდან და პირფერობით მიმართა. თავდაპირველად ჩენი სიკეთისთვის გცემდი პატივს, მაგრამ ახლა შევიტყვე, რომ დიდ ფარნავაზიანთა შთამომავალი ყოფილხარ და უფრო მეტად განგადიდებ. თუ შეისმენ ჩემსას, ქართლის სამეფოსა და მამა პაპათა საგანძურს შენ გიბოძებ. ოღონდ მაჩვენე ჰერაკლე მეფის მიერ საქართველოში დაფლული განძი. ეს იცოდე, ძლავრო, რომ არ უარყოფ ქრისტეს სახელს, არც მარადიულ დიდებას გავყიდი წარმავალ დიდებაზე. საგანძურის შესახებ კი აღარაფერი ვიცი, რადგან ყრმა ვიყავი, როცა ჰერაკლემ ჩვენი ქვეყანა განვლო. მამამ და ძმამ ჩემმა მურვან ყრუს შემოსევის დროს ის განძი იმ ციხეში გადამალეს, რომელიც ახლა ბერძენთა ხელშია. იქ იყავი, როცა სარკინოზნი აფხაზეთში დაეცნენ. მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან. რომელმა ღმერთმა დასცნა სარკინოზნი? ცხოველმა ღმერთმა, რომელიცაა ცათა და ქვეყნის შემოქმედი, რომელიც მოვიდა ზეციდან ქვეყნად კაცთა ხსნისათვის და თვისი სიკვდილით მოკლა ჩვენი მკვლელი, ჩვენ კი უკვდავება მოგვანიჭა. სწორედ მან, ძლიერმა და ყოვლის შემძლემ, დასცა და შემუსრა ისინი. რადგანაც არ გსურს სიცოცხლე და მოკვდავის მიმართ გაქვს სასოება, ღირსი ხარ მოკვდე ბოროტად. სჯობს ჩემი სიკვდილი ჩვენთვის მომკვდარი მეუფისთვის, რათა მასთან ერთად ვსუფევდე. მაშინ უსჯულო მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. აღარ მოერიდა არც მის სიკეთესა და აღარც მისი დიდებულებისა შერცხვა. გარეთ გაიყვანეს ქრისტეს ტარიგი. წმინდა არჩილი პირმხიარული გამოვიდა, სახე ანგელოზივით ბრწყინავდა. ნეტარმა მცირე დრო მოითხოვა სალოცავად. შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქრისტიანთა გაძლიერება ქართლში. ილოცა მეუღლისა და შვილებისთვის მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთის ჯული. როცა დაასრულა ლოცვა, მოიხარა ქედი და შეჰვედრა სული უფალს. ტარვალებმა მახვილი მოუქნიეს და თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 718 წლის 20 მარტს. მისი სული აღვიდა ზეცაში, სადაც გამოუთქმელი სიხარულია და დაუსრულებელი შვება, სადაც სუფევს წმინდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა გუნდი, სადაც ბრწყინავენ წმინდა მოწამენი. შეუერთდა მათ და მიუწვდომელი სიტყვებით აღივსო, რადგან ხედავს ქრისტეს უსაზღვრო მშვენიერებას და მას შემდეგ ჩვენი შემწე და მეოხი გახდა უფლის წინაშე. მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს ისტორიის გავრცელებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.